ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ხონის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ერთობლივი ინიციატივით აქცია მოეწყო ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისათვის. აკაკი წერეთლის პიესის მიხედვით სპექტაკლი ბუტიაობა ხონის თეატრალურმა დასმა სპეციალურად ეროვნული ცენტრის დარბაზში დაწესებულების ბენეფიციარებისათვის ითამაშა. მივესალმებით ხონის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის და შემოქმედებითი კოლექტივის მხრიდან ამ ძალიან კარგ აქციას, რომ მათთვის ჩატარდა დღევანდელ დღეს წარმოდგენა პაციენტებისათვის ნაჩვენები იქნა აკაკი წერეთლის პიესა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ხონის კულტურულ ცენტრს, მთელ ხელმძღვანელობას, მთელ თეატრალურ დასს და ყველა იქ მომუშავე ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო როგორც დღევანდელი დღის შექმნაში, ასევე ნებისმიერი იმ დღეების შექმნაში, რომლებმაც წარუსვლელი კვალი დატოვეს ჩვენ დაწესებულებასა და მათ ურთიერთობის ისტორიაში. თელმა ჩვენმა შემოქმედებითმა კოლექტივმა გადავწყვიტეთ ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა აქ განთავსებული ადამიანებისათვის, რომლებიც მოკლებული არიან, რომ ცენტრში მოვიდნენ, თეატრში დასხდნენ, უცქირონ. და ალბათ რაღაც ჩვენი მხრიდან გვინდოდა გაგვეკეთებინა ამ ადამიანებისათვის და მე მგონი აქ შევძელით და როცა უყურებდი მათ სახეებს, დავწუნდი, რომ ეს აქცია მართლაც უნდა გაგვეკეთებინა და მართლაც დროული და კარგი აქცია იყო. როგორც ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მკურნალობის მეთოდებს შორის დრამოთერაპიას განსაკუთრებული როლი აქვს, რაც შემდგომში პაციენტთა ფსიქოსოციალური ფონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. იმისათვის, რომ შეიქმნას მაღალი თვითშეგნების მქონე სამოქალაქო საზოგადოება, აუცილებელია მარგინალური ჯგუფების, ამ შემთხვევაში ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების სოციალიზაცია, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვა. თეატრი, სპექტაკლი, კულტურული ღონისძიებები ამ ადამიანებთან პირდაპირ ხაზოვანია. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან მიმართებაში ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ასეთ კულტურულ ღონისძიებებს და ვფიქრობთ, რომ ეს მათი გამოჯამრთელების საკითხში კატალიზატორის როლს თამაშობს. იგეგმება ცენტრებს შორის თანამშრომლობა და სამომავლოდ არაერთ წარმატებულ პროექტს უნდა ველოდოთ, რაც უპირველეს ყოვლისა პაციენტთა საზოგადოებაში უმტკივნეულო დაბრუნებას ისახავს მიზნად. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ხონის კულტურის ცენტრი უკვე კარგახანია თანამშრომლობენ. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც გაკეთდება ორივეს მხრიდან. არის საუბარი იმაზე, რომ ერთობლივად დაიდგეს სპექტაკლები, ანუ ჩვენი ბენეფიციარების თანამშრომლებისა და მათი თანამშრომლების მონაწილეობით. ამაზეც დაწყებულია საუბარი და ალბათ უახლოეს პერიოდში რაღაც დღესასწაულებზე დავამთხოთ იმას, რომ ერთობლივად გაკეთდეს ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტი, რომლითაც მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება. გვაქვს სხვა პროექტები, სადაც მივიწვევთ ჩვენს მიერ ჩატარებულ სპექტაკლებში თუ სხვადასხვა კონცერტებში აქ გარკვეულ ადამიანებს, ვისაც აქვს ამის უნარი და სხვათა შორის რამდენი სპექტაკლის ჩვენებამ დამსწრე საზოგადოებაში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა შეძლო და კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა საკუთარ ბენეფიციარებს.